ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა გედევან ფოფხაძემ, დარეჯან ცხვითარიამ და კიდევ რამდენიმე აქტივისტმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და საკანონმდებლო ორგანოს წინ შიმშილობა დაიწყეს. მათი მთავარი მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. გედევან ფოფხაძის თქმით, შიმშილობის დაწყების გადაწყვეტილება ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობისა და პროტესტის ლეგიტიმური ფორმების შეზღუდვის გამო მიიღეს. მისივე განმარტებით, ქუჩის გადაკეტვა ერთადერთი ფორმა არაა, რომელიც აქციის მონაწილეებმა უნდა გამოიყენონ და შესაძლებელია ქართულ ოცნებას პროტესტის უფრო რადიკალური ფორმაც დაუპირისპირონ. Პეტრი მოთხოვნა გვაქვს, ეს არის ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ახალი სამართლიანი არჩევნები. მიმაჩნია, რომ იმ რეპრესიების ფონზე, იმ ტერორის ფონზე, იმ სახელმწიფოებრივი იზოლაციის მცდელობის ფონზე, რაც ხელისუფლებისაგან ხორციელდება, ფაქტობრივად ყველას, ვისაც გვაქვს განსხვავებული აზრი, შეგვეზღუდა პროტესტის ლეგიტიმური ფორმები. ნებისმიერ პროტესტს ხელისუფლება უპირისპირებს რეპრესიას. ამიტომ მგონია, რომ ჩვენ უნდა მიგვიღო გადაწყვეტილება სწორედ პროტესტის რადიკალურ ფორმაზე და ასეთი გადაწყვეტილებაც მივიღეთ. სხვა გამოსავალს არ ვიტოვებთ ჩვენ ხელისუფლება, გარდა იმისა, რომ თავგანწირულია ვიბრძოლოთ ამ ქვეყნის გადასარჩენად. უკიდურესად ძიმე მდგომარეობაში მყოფი სახელმწიფო, რომელიც კარგავს ევროპულ მომავალს, ჩვენ შვილებს მომავალს უკარგავს, ჩვენ უბრალოდ ამდენი სინდისის პატიმარი, ამდენი პოლიტიკური პატიმარი ზის ციხეში ჩვენ უფლება არ აგვაქვს გულზე ხელი დავიკრიფოთ და ისე აქციაზე მოვიდეთ და წავიდეთ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ის, რაც აი ამ ჩიხიდან გამოიყვანს მდგომარეობა.